გამარჯობა მეგობრებო, დღეს გასწავლით როგორ უნდა დავაპარკინგოთ მანქანა გამოცდაზე, ანუ რა პრინციპით, რა არის 4 სიგნალი, სად ვასიგნალებთ მანქანას, რა და როგორ ხდება. მოკლედ ვდგავართ სასტარტო პოზიციაში, სარკეები გასწორებული გვაქვს და ასე ვიწყებთ მოძრაობას. ვაგდებთ მანქანას სიჩქარეში, ჩავხსნით ორივე მუხრუჭს და მივდივართ. არ არის საჭირო ბევრი გაზი, ნელა წყნარად მშვიდად. მოკლედ, პირველი მოძრაობა არის, რომ აი აქ, აი ამ ორ ზოლს შორის ჩავსვათ წინა ბამპერი. ესე მივუახლოვთ და ერთი გაჩერებით ჩავსვათ. მოკლედ, თუ არ გვაქვს სარკე გამოცდაზე, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ხერხი რაც არის, რაც 90% მუშაობს, ანუ ზოგი იძახის, რომ ეს ფიშკა უნდა დავმალოთ. ესეც მუშაობს, მაგრამ ნუ გააჩნია, ზოგან შეიძლება ცოტა სხვა ფიშკა იყოს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი და მეორე არის, მოკლედ, აი წყვეტილი ხაზები რომ იწყება, მეორე წყვეტილი ხაზი ყოველთვის უნდა იყოს თქვენი მხრის პარალელურად. ანუ მეორე წყვეტილი ხაზის ცენტრი თქვენი მხრის პარალელურად არის, აუცილებლად ჩააპარკინგებთ ჩააპარკინგებთ არა უკაცრავად, ჩასვავთ წინა ბამპერს ორ ზოლს შორის. აქ არის ნეიტრალი, პარკინგი და სიგნალი. სიგნალის შემდეგ ველოდებით ინსტრუქტორს, ანუ ინსტრუქტორის ბრძანებას, ინსტრუქტორი დასავლურად დაგიძახებთ, ჩახვიდეთ მანქანიდან სწორად, ანუ ზურგით და დახუროთ კარები. აგისნით ინსტრუქტორი თქვენ შემდეგ მოძრაობას და ამოვიხვალთ უკან მანქანაში, დაიწყებთ შემდეგ მოძრაობას. ახლა რა არის შემდეგი მოძრაობა? მოკლედ, მივდივართ წინ. წინ იდგება ინსტრუქტორი და როდესაც მუჭს შეკრავს, უნდა გავაჩეროთ რბილად მანქანა. შეკრა მუჭი თქვათ აქ და გავაჩეროთ. მერე როგორ ვიმოძრავოთ ახლა უკან? ყველა ჩემს მოსწავლეს ასე ვუხსნი ხოლმე მე უკან მოძრაობას, რომ არ გამოიყენონ უკანა ისა უკაცრავად დიდი სარკეები, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, ორივე დიდ სარკეში ერთდროულად შესაძლოა რომ ჩანდეს უკანა საბურავი. ამიტომ გამოვიყენოთ ჯობია ქვედა, რადგან ქვედა სარკეში ორივეში ერთდროულად ვერ დავინახავთ, რადგან ფართო ლინზა არის და უფრო მარტივი არის ორიენტაცია ამით. მოკლედ, უკან სვლა ხდება ასე. რომელ ქვედა სარკეშიც დაინახავთ თქვენს საბურავს, საჭეს აიღებთ ოდნავ იქითკენ, რომ დამალოთ. ანუ, როცა ოდნავ დამალავთ ამას, შეგიძლიათ საჭე ისევ გაასწოროთ. ჩავაგდებთ აქ სადგმში და უკანასვლით, ეხლა ნახეთ, რა ხანა აქ ვხედავთ, ოდნავ დავიჭერთ საჭეს მარცხნივ და როგორც კი დავმალავთ ამ საბურავს, გავასწორებთ საჭეს. და ამავდროულად ვაკონტროლებთ ორივე მხარეს, იმიტომ რომ თუ აქეთ გამოჩნდა, აქეთკენ უნდა ავიღოთ და ესე ნელა ნელის სვლით უნდა ჩავიდეთ ბოლომდე ქვემოთ. არსად არ გეჩქარებათ, უკანა სვლის დროს რამდენი ხანის დაგჭირდებათ, იმდენი ხანი უნდა გამოიყენოთ, რომ რაც შეიძლება ნელა და სწორად ჩახვიდეთ, რომ არ გადაკვეთოთ არც ხაზი და არც რომელიმე კონუსს ან ფიშკას არ დაეჯახოთ. მოკლედ, მერე უკან რომ ჩახვალთ ბოლომდე, უნდა გაჩერდეთ. მაშინ, როდესაც აი ამ ორ ზოლს დაინახავთ თქვენს წინ. წინასახარე მინაში, როგორც კი ამ ორ ზოლს დაინახავთ, ნეიტრალი, პარკინგი და სიგნალი. ეს არის მეორე სიგნალი. ანუ როგორც ვთქვით, იქ წინ არ დავასიგნალეთ. შემდეგი მოძრაობა არის ამ ორ კონუსს შორის უნდა გავძვრეთ, გავიდეთ გარეთ და რაც შეიძლება ახლოს უნდა გავატაროთ აი ამ კონუსთან ჩვენი უკანა მარჯვენა საბურავი, რომელიც ახლა აქ არჩევს. მოკლედ, ამ ფიშკასაც რო არ გამოვდოთ ტრაილერის კუდი, საჭიროა რომ შუაში როდესაც ვიქნებით, ანუ აი აქ სადაც წაშორებული არის ოდნავ ზოლი, შუაში რო ვიქნებით, ჩვენ
და არა კაბინა, მაშინ დავიწყოთ გასვლა. მოგეთ. ჩავაგდოთ დრაივი. ჩავაგდოთ და წავედით. ისევ გაზი არ არის საჭირო. ნელა გორაობით. აქ რომ აღმოჩნდებით, დაიწყებთ გასვლას. და კონტროლებთ ასე. როგორც გაცდებით, დაიწყებთ მანქანის გასწორება, თუ პარალელურად აი ასე, ამაზად დადგეთ ფიშკებთან მიმართებაში. აქაც ვასიგნალებთ, ანუ ნეიტრალი, ხრუჭი და სიგნალი. ისევ ჩაგიყვანთ ინსტრუქტორი, ისევ აგიხსნით მომდევნო მოძრაობას და დაიწყებთ ბოლო მანევრის გაკეთებას. ბოლო მანევრი არის პარალელური პარკირება. პირველი რასაც ვაკეთებთ, ესე იგი მივდივართ უკან და უნდა ფიშკას ან კონუს ჩავწდეთ დაახლოებით 1 მეტრით. მეტი არ არის საჭირო, რადგან მე იქ უკანა კონუს არ დავეჯახოთ ჩაპარკინგების დროს. მარტივი ტექნიკა როგორ არის ახლა ჩაპარკინგების, ამასაც გეტყვით. აქ საბურავს უნდა ხედავდეთ ოდნავ, რომ შეძლოთ გაანალიზება რამდენით ჩაცდებით კონუს, აი ესე დაახლოებით ჩაცდებით. საჭე უნდა დაკეცოთ ბოლომდე მარცხნივ. ხონდოღოთ ორი ხელით. და მანქანას რომ დაძრავთ, ოდნავ გადააყოლეთ. და უნდა ვიყუროთ ქვედა სარკეში. ქვედა სარკეში, როდესაც სტოიკას მოვაფარებთ კუთხეს, აი შეხედეთ. ასე რომ მოვაფარებთ სტოიკას კუთხეს, გავჩერდებით. და საჭეს ავიღებთ ბოლომდე მარჯვნივ. დავკეცავ ბოლომდე და ახლა ჩვენი მიზანია რომ ტრაკი და ტრაილერი გავასწოროთ, ანუ დავდგეთ სწორად. ხა ეს როგორ ხდება? ანუ აქეთ უნდა დავმალოთ საბურავი, მაგრამ აქ უნდა სულ ოდნავ გამოვაჩინოთ, რომ ორიენტაცია შევძლოთ, რათა სწორად შევაყენოთ მანქანა. აი როგორც კი ოდნავ გამოგვიჩნდება. ეს უკვე საკმარისია. მერე როგორ ვასწორებთ საჭეს? ხელს საჭეს რო გავუშვებთ, აკეთებთ ორ ბრუნს. ერთი ბრუნი, ორი ბრუნი. და სწორად იქნება საჭე. ანუ როგორც ვთქვით, სედანთან შედარებით 1-11 ბრუნი აქვს ტრაკის საჭეს. მერე მივდივართ უკან და უნდა უკანა საბურავი მივუახლოვოთ ყვითელ ზოლს. ან ვიყურებთ სარკეში და ვაკონტროლებთ იმას, რომ ეს საბურავი ძალიან არ გამოგვიჩნდეს. რადგან თუ ძალიან გამოგვიჩნდეს, ეგ იმას ნიშნავს, რომ მანქანა იკეცება. აი ამ ზონაზე მივუახლოვდებით. ცოტა ბევრი არის. ვიღებთ საჭეს ბოლომდე მარჯვნივ. მარჯვნივ ვიღებთ საჭეს, რათა ტრაილერის კუდი შევაგდოთ მარცხნივ. დავკეცავთ ბოლომდე და ვაკეთებთ იგივეს ახლა. იგივენაირად აქეთ კუთხე უნდა მოვაფაროთ სტოიკას. ეს დავხედავ და დავამოწმოთ როგორ დგას, ეს კარგად არის. მერე საჭეს ვიღებ ბოლომდე მარცხნივ. ისე ბოლომდე გადავაკეცავთ და უყურებთ უკვე სარკეში თუ როგორ დგებით, რამდენად პარალელურად მიდის მანქანა ზოლების მიმართ. დავჩერდებით. ეხლა ჩავდგეთ იდეალურად, ყველაფერი კარგად არის, ამის გამოსწორებას არაფერი არ უჭირს. შეგიძლიათ ორჯერ მიხვიდეთ წინ, ოღონდ ზოლებამდე, ანუ ორი ასე ვთქვათ უფასო სვლა გაქვთ, რაზეც ქულა არ დაგაკლდებათ. საჭეს ვასწორებთ, ანუ ისე ორჯერ ვატრიალთ მარჯვნივ და მივდივართ უკან. ოდნავ უნდა ვხედავდეთ აქ ამ საბურავს, რომ ტრაილერის უკანა ბალკა, ამპერი არ ვიცი როგორ ზნიათ, ისე დაუწევთ. ჩავსვათ, აქ უკარო ორი ზოლი არის ამ ორ ზოლს შორის. ახლა მე უკვე ვიცი, რომ ეს ჩასმული არის, შესაბამისად ნეიტრალი, პარკინგი,
უნდა გადავიდეთ, შევამოწმოთ, ჩაჯდა თუ არა. სანამ დავასიგნალებთ, ანუ ბოლო მეოთხე სიგნალს გავაკეთებთ, უნდა ჩავიდეთ აუცილებლად და შევამოწმოთ. კარებს ვუყურავთ აუცილებლად ყველა ჩასვლის შემდეგ. მოვდივართ და ვამოწმოთ. ხედავთ, რომ ზოლებს შორის არის, რაც საკმარისია. ავდივართ მანქანაში და გადამოწმების შემდეგ ვასიგნალებთ. და ამით მთავრდება ჩვენი პარკინგი. მეტი არაფერი არ არის. უბრალოდ რაც თავარია დაიმახსოვრეთ, რომ ყოველი სიგნალის შემდეგ უნდა დაელოდოთ ინსტრუქტორის ბრძანებას. სანამ ინსტრუქტორი არ გეტყვით, მანქანიდან ჩამოდიო, იქამდე არ ჩადიხართ. და ყურადღებით იყავით ზოლებთან, რათა ყოველთვის შეეძლოთ კონტროლი იმის თუ რომელ ზოლთან ხარ ახლოს, რომ მოაცილო იმ ზოლს ტრაილერი, რათა არ გადაკვეთო. მადლობა დიდი ყურადღებისთვის.